კი გასტრინული მაქვს, კი სლოტებსაც დამაშავდი, კი ნარკომანი ვიყავი, კი ძალიან ბევრი შეცდომები დამიშვია, მაგრამ ფეხზეც ვდგები და ვცდილობ ვიყო უკეთესი ადამიანი რა. ყოველ დღე უკეთესი მამა, უკეთესი ქმარი, უკეთესი ადამიანი. იქნებ რამე უკეთესი შევძლო და შევქმნა. იქნებ ჯერ კიდევ არის შანსი რომ ჩემო ცდებებს გავყე. მიუხედავად ეგეთი ტოქსიკური გარემოს. უამრავი შეცდომა მაქვს დაშვებული და როცა ლაპარაკობ, აი ამ შეცდომებით დაშვებულ ადამიანის შედეგებს ვლაპარაკობ. ანუ მე არ გასწავლი ჭკუას რა. ეს მარტა დაიხვია ყველა ხელზე რომ ის არის, ეს არის, ეს იარლიყი. მომისმენთ წამი, იცი რამდენჯერ შემიცვლი ასრები? 6 თვის წინ რასაც ფიქრობდი, შეიძლება ეხლა არ ვფიქრობდი მაგას და 4 წლის წინ რასაც ფიქრობდი, შეიძლება ეხლა არ ვფიქრობდი მაგას. მაგრამ თავს არასდროს არ გავიმართებ იმის გამო, რომ ვიყავი ის ვინც ვარ, ხანახე შეიძლება ჩემ იმ დროსაც კი როცა შეცდომებს იმ დროსაც როცა შეშინებული ილო იყავი და ცდილობდი რომ ვიღაცას მოვაწონო თავი, იმიტომ რომ ნარკომანი რო ხარ და არ მიგიღონ იქნებ გაგიხდა უკვე სახლი და სულ კომპრომისებზე მიდიხარ და ბანძდები. მიუხედავად ამ ყველაფრისა, მაინც ყოველ წამს ვცდილობ ფეხზე წამოვდგე. ყოველ დღე თითო გამარჯვება მოვიპოვო. ჩემ თავზე პირველ რიგში. არა ის, რომ ვიღაცებს Facebook-ზე უწერო და ვესწერვო. არამედ ის, რომ ჯერ ჩემი თავის გამოსწორებით დავიწყო. ამას მართლა ვცდილობ დედას ვიცავა და არც ერთი პრობლემა ჯერ არ მაქვს გადალახული. ამას არ გეუბნებით წარმატებული ადამიანის პოზიცია. არა, მე უბრალოდ გიზიარებ რაღაცებს რა და ეგ რაღაცნაირად რატომ მინდა იცი ამას რატომ არ ვუძე ემინემი მეთქი რატომ ხო იმიტომ რომ მე ვარ აი თახსილი ვარ ბოლო ოკეი ეხა მააკუპლება რომ თქვა ჩემი სიტყვა ისე რომ არ წამომაძახოთ ვიღაცებმა რაღაცეები